მე ბექნუ მქვია. ეს არის სვანური სახელი და ცოტა უცნაური, იმიტომ რომ არ არის ხშირი სახელი. უცნაური არ არის, უცნაურად ეჩვენებათ. ლილეც სვანური სახელია. და როდესაც წაიკითხავს ვინმე რომ ლილე ბექნუს ასული ქაფიანიძე, უკვე გასაგებია რომ აქ მარტივად არ არის საქმე. მოგესალმებით, მე ვარ ბექნუ ქაფიანიძე. ესენი ჩემი შვილები არიან, ჩემი არაჩვეულებრივი შვილები, ნინო, მარიამი და ლილე. ჩემ წარმოდგენაში როგორია კარგი მამა, ალბათ ძალიან მზრუნველი, სიყვარულით სავსე, ძლიერი, დიდსულოვანი, დარდიანი, მოსიყვარულე. ოღონდ არა მარტო საკუთარი შვილების მიმართ, ალბათ ყველა პატარის მიმართ, იმიტომ რომ აღძრავს ბავშვის მიმართ საერთოდ უზარმაზარ სიყვარულს. მამა რო გავხდი, ვიყავი 23 წლის, მთელი სამყარო შეიცვალა, დამოკიდებულებები შეიცვალა, მიდგომები შეიცვალა, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები შეიცვალა, ფიქრი შეიცვალა, აზროვნება შეიცვალა, დადებითისკენ, რა თქმა უნდა. სამყაროს ცვლის, როდესაც ბავშვი მოევლინება ამ ქვეყანას. ეს არის სასწაული ალბათ, რომელიც შეიძლება უფალმა ადამიანს აჩუქოს ამ ქვეყანაზე. ვისაც შვილი ყავს, ნებისმიერი ადამიანი ბედნიერი გავხდი. ძალიან კარგი მამა არის, ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ არის მზრუნველი, თბილი. ბრაზიანი. თბილია მამა ჩემი, ძალიან კეთილი და მზრუნველი. და დასჯის მეთოდი არ მაქვს ასეთი, იმიტომ რომ როდესაც ბრაზდები მეორე წუთას რატო გავბრაზდი, მაგაზე მეშლება ნერვები და შესაბამისად დასჯამდეც ვერ მივდივარ, იმიტომ რომ ისე წამიერად ხდება ეს ყველაფერი. მე ვერ გეტყვით ბიჭის მამობა რას ნიშნავს, იმიტომ რომ ჯერ არ მივსულვარ მაგამდე, მაგრამ სამი გოგოს მამობა რთული ის არის, რომ ვერ უბრაზდები წესიერად ისე როგორც შენ გინდა, იმიტომ რომ ისე მოქმედებენ და ისე ვავირებენ შენს მიმართ, რომ ზუსტად იციან როგორ მოგთაფლონ. როგორი მამა იყო ზურაბ ქაფიანიძე. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ყველას წარმოდგენილი ყავს, რომ იყო ძალიან მკაცრი, არ იყო ეს ასე. ძალიან თბილი იყო, ძალიან მოსიყვარულე იყო. მისი ამომავალი წერტილი იყო მისი ქვეყანა და მისი სამშობლო და ყოველთვის უნდოდა, რომ ჩემთვისაც აი ეს პროფილი ყოფილიყო და ამ გზას დავდგომოდი და თხემით ტერფამდე მქონოდა გასიგრძეგანებული ჩემი ქვეყნის სიყვარული. სხვათა შორის მოესწრო ჩემს უფროს ქალიშვილს. ესეთ მითითებებს მაძლევდა ხოლმე, რომ როდესაც ვეფერებოდი და ჭმუჭენიდი, ხელის გულით არ მოეფერო, იმიტომ რომ რაღაცა ჭუჭყიანია, ხელის ზურგით მოეფერო, რაღაც ესეთ მარტივ შენიშვნებს და დაფოფინებდა ამ პატარას. და არაჩვეულებრივი მამა, თავისი სიმკაცრით, თავისი ღირსებით, ესე რაღაცნაირად ცდილობდა, რომ ჩვენს აი ამ სწორ გზას დავდგომოდით ქვეყნის წინაშე. არა გადაჭარბებით და ურაპატრიოტიზმით არ ვიძახი, ისე ღირსეულად, სულიერად, შინაგანად. რამდენად ჩართული ვარ ბავშვების აღზრდის პროცესში, თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ, უბრალოდ არ ვიცი ახლა რამდენად აღმატებულად ვაკეთებ ამ საქმეს, მაგრამ არ შემიძლია ვერ დავიძინებ ამად გარეშე და ვერ გავიღვიძებ, სანამ ზუსტად არ გავიგებ რა სად როგორ და რანაირად არიან და რა ხდება საერთოდ ამათ თავს ყოველწამიერად, ყოველწუთიერად. ესე იქნება ალბათ დიდხანს უბრალოდ აი მე რო გაიზრდებიან მე არ ვიცი. ზურას უყვარდა ძალიან, სიმონ ხირტლაძე იყო ესეთი დიდი ადამიანი ძალიან და მას აქვს ესეთი ლექსი დაწერილი თავის შვილიშვილს მიუძღვნა, რომელსაც ერქვა დავითი და ეძახდა დუდის. და არის ასეთი საოცარი ლექსი, ვენაცვალე დუდის, თაფლის სუნიუდის, მოხვედროდეს ნაპერწკალი რუსთაველის ქუდის, შეცოდება ქონებოდეს ჩიტუნების ბუდის და გარჩევა ქონებოდეს კარგისა და ცუდის, ვენაცვალე დუდის, თაფლის სუნიუდის, მოხვედროდეს ნაპერწკალი რუსთაველის ქუდის. მე მგონი არაჩვეულებრივი ლექსია და გამოხატავს საოცრად
ყველას დამოკიდებულებას მათ შორის ჩემსაც. მამებს ურჩევდი რომ უფრო მეტი დრო დაუთმონ თავიანთ შვილებს. ბანალური ალბათ ყველა მაგას, მაგრამ ბანალური როგორ არის სიღრმისეულია, უფრო მეტი დრო დაუთმონ და ესაუბრონ თავიანთ ენაზე. გაიგონ უფრო სიღრმისეულად რა უნდათ მათ და გაატარონ ბევრი დრო თავიანთ შვილებთან. და ვუსურვებ რომ ყველა მშობელს აი არაჩვეულებრივი ფრაზა არის ტკბილად დაუბერდეს თავისი შვილი.